სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა სწორედ ასეთი კვალიფიკაცია მიანიჭა გამოძიებამ ქობულეთის საავადმყოფოში პაციენტის გარდაცვალების ფაქტს. რამ გამოიწვია 36 წლის მამაკაცის გარდაცვალება, ამას გამოძიება დაადგენს, მანამდე კი ახლობლებს თავიანთი ვერსია აქვთ. ისინი დაუდევრობაში ექიმებს ადანაშაულებენ. თავად სამედიცინო პერსონალი კი მძიმე დიაგნოზით გამოწვეულ გარდაცვალებაზე საუბრობს. დეტალები სულხან მესხეთის რეპორტაჟში. საავადმყოფოში გარდაცვლილი 36 წლის პაციენტის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლები მომხდარს მედიკოსების დაუდევრობას უკავშირებენ, ამბობენ, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებამდე საკუთარი ფეხით მივიდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდებოდა. ოჯახის წევრებმა მოგვიანებით მამაკაცის სხვა საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც მედიკოსები არ დაეთანხმნენ. რევაზ ჯაფარიძე აცხადებს, რომ გარდაცვლილი მხოლოდ უღონობას უჩიოდა. 5 საათის განმავლობაში ვერ ევიდა მეორე სართულზე და მისი პაციენტი ვერ ნახა. დიაგნოზი არაფერი ვერ გევიგე, რეზულტატი ვერაფერი ვერ გევიგე. რომ ეთქვა რომ აი არის მიზეზი. ასე 5-6 დღეში ამ დონეზე რატომ მივიდა მე აგი მიკვირს და ამის გაგება მინდა. ან თქვენ ფიქრობთ რომ ექიმების დაუდევრობას ჰქონდა ადგილი? პირველი სართულიდან მეორე სართულზე 4 საათი დაჭირდება და ვერავა ექიმი. ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გვითხრეს, რომ პაციენტი დაწესებულებაში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის დიაგნოზით 6 დღის წინ მოათავსეს. იგი სტაციონარში 5 დღის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დღეს დამძიმდა. ნეიროქირურგი ნუგზარ გურგენიძე აცხადებს, რომ მამაკაცის სხვა დაწესებულებაში გადამისამართება იგეგმებოდა, თუმცა მანამდე გამოკვლევების პასუხებს ელოდნენ. როცა რომ ავადმყოფის მდგომარეობა გართულდა და რაღაცა იყო, მე ავადმყოფი იქნა თავიდან კიდე ერთხელ გასინჯული იგი და ჩვენ მეორე დღისთვის გეგმავდით უფრო მეტ გამოკვლევებს და გადაყვანას. ეს გამოკვლევები დაკავშირებულია საერთოდ ხარჯებთან და ამიტომ იყო გაგებული თუ რომ რამდენი სარეიტინგო ქულა აქვს, რა ეკუთვნის სხვაგან გადამისამართებას, რომ გადაამისამართო დიაგნოზის რაღაცა უნდა იგი გქონდეს. ან დადგენა გაჭირდა თავდაპირველად დიაგნოზის. ახლა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა კომპიუტერული ტომოგრაფიით დამტკიცებული იყო, მაგრამ კიდევ არის იქ ზურგის ტვინის იგი, რომელსაც სჭირდება მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. 36 წლის მამაკაცის გარდაცვალების საკითხი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოსთვის ჯერჯერობით უცნობია. სააგენტოს გარდაცვლილის ახლობლების და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განცხადება ჯერ არ მიუღია. სააგენტოში ინფორმაციის შესვლის შემდეგ კომისია მკურნალობის ხარისხის მოკვლევას დაიწყებს. გარდაცვლილს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.